14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენის მნიშვნელობასა და მის დაცვა განვითარებას ეძღვნებოდა. შეხვედრა მინისტრის მოადგილეს ვიად გაბისონიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუმრებს სახელმწიფო ენის დღე მიულოცა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ქართული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და სამეცნიერო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. გილოცავთ ქართული ენის დღეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა უცხოეთში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლების ჩვენება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე გასცნობოდნენ სტუდენტური პროექტის ჩაწერე შენი ქართული ვიდეო გამარჯვებული ახალგაზრდების მიერ შექმნილ ვიდეოკლიპებს. კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, ენათმეცნიერებმა, ლიტერატორებმა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ კვლევებზე ისაუბრეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე სამეცნიერო მიღწევები საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში. ქართული ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს მოსახლეობამ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი დაიცვა. საქართველოს მთავრობა და სამინისტრო ძალიან ბევრი ინიციატივას ახორციელებს ამასთან დაკავშირებით. ბაკალავრიატის დონეზე ჩვენ ქართული ენა განსაზღვრეთ როგორც სავალდებულო კურსი, შესაბამისად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დონეზე სავალდებულო წესით ისწავლება ქართული ენის კურსი. გარდა ამისა, ჩვენ მუშაობთ ძალიან აქტიურად გაციფრულების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შესაბამისი ქართული ენის LLM მოდელების განვითარების ნაწილზე, ასევე ჩვენ გვეგმავთ, რომ ელექტრონული მმართველობის ნაწილში, მათ შორის განათლების სამინისტროს ნაწილში იყოს დანერგილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პლატფორმა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ამ დღეს არა მხოლოდ ზეიმით ხვდება, არამედ პასუხისმგებლობით იმისათვის, რომ სახელმწიფო ენა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ, განსაკუთრებით იმ ტექნოლოგიურ ხელოვნური ინტელექტის გამოწვევების ფონზე, რაც არსებობს, ეს გარდაქმნათ შესაძლებლობად გავაძლიეროთ და გავამდიდროთ ჩვენი ენა ქართული. ქართული ენა არის უმნიშვნელოვანესი საუნჯე ჩვენთვის და ჩვენი ეროვნული კულტურული კოდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტი, რომლის დაცვა განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გვმართებს და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია